თბილისის საქალაქო სასამართლოში სფერო ჰოლდინგის საქმეზე დაკავებული გივი წულეისკირის და ამ დრომდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი სფერო ინვესტის დირექტორის გიორგი მურუსიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც აკკვეთი ღონისძიების გადასინჯვასა და პროკურატურის მხრიდან საგამოძიებო ვადის გახანგრძლივებაზე იმსჯელეს. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ყველაზე მკაცრი აკკვეთი ღონისძიების შეცვლას გირაოთი ითხოვდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით გივი წულეისკირი კვლავ პატიმრობაში დარჩა. პროცესს ესწრებოდნენ დაზარალებული მოქალაქეებიც. რომ სფერო ჰოლდინგის საქმეზე მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი. სისხლის სამართლებრივი დევნა კი სფერო ინვესტის დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ არის დაწყებული. პროკურატურის ინფორმაციით საუბარია 244 დაზარალებულსა და 12 მილიონამდე მოტყუებით მითვისებულ თანხაზე. ბრალდების მხარე მოითხოვა, ასე ვთქვათ, საგამოძიებო ვადის გაგრძელება. სასამართლო პროცესი წინა სასამართლოს ხდომა ჩაინიშნა 2026 წლის 18 ფევრალს. შესაბამისად აკკვეთი ღონისძიების გადასინჯვაც ჰქონდა. მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გქონდა შუამდგომლობა აკკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა გირაო და ფაქტიურად იგივე რეჟიმში დარჩა ყველაფერი, რაც იყო აქამდე წარმოდგენილი. დამნაშავე დარჩა ისევ დანაშაული სკამზე. მინდა რომ ეს საქმე რაც შეიძლება რომ მცირე დროში დასრულდეს. იმიტომ რომ ჩვენ ყველას ვინც ვართ, ვინის ქირაც გვემატება, ბანკის ვალები გვემატება. ხალხი უკვე გავსაძლის მდგომარეობა, რაიონებიდან დადიან. ჩვენ ფარხმას არ ვყრით. ჩვენ ყველა ერთად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმიდანაც ციხიდანაც შეიძლება ვალების გასტუმრება, ამის არაერთი პრეცედენტია.